აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილმა მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახმა სააღდგომო ნობათი მიიღო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კოდუასთან ერთად ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ ჩაჩხალიების ოჯახს ესტუმრა სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. დღეს მე ვიმყოფები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოვინახულე ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ზრუნველობა და ჩვენი გვერდში დგომა. სააღდგომო ნობათს მიიღებენ მოწყვლადი ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს დახმარება და ამაზე მონიტორინგს აწარმოებენ ჩვენი მინისტრები. დღეს გახდით ჯვარის წამონძიხის რაიონის ჯვარის დევნილთა ჩასახლებაში, გავათვალიერეთ საყოფაცხოვრებო პირობები და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ამ ადამიანებს. რაც კი სახელმწიფო პროგრამები იქნება, ამ ადამიანებისთვის იქნება გათვალისწინებული. დიდი მადლობელი ვართ ყველასი, ამხელა გზაზე მოვიდნენ, შეწუხდნენ ჩვენს გამო. პირველი დღიდან რაც უბედურება მოხდა ჩვენ სახლში, დედა და შვილი უყურადღებოდ არ დაგტოვა და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას.